სადაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დაახლოებით 1000-მდე ადამიანი მოკლეს, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში ისრაელმა წამოიწყო ახალი სამხედრო ოპერაცია დასავლეთ სანაპიროზე სახელწოდებით რკინის კედელი, რომელიც მიზანი იყო დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ჯენინისა და ტულკარემის პოლთა ბანაკში არსებული წინააღმდეგობის გასამხედროებული დაჯგუფებების განეიტრალება. ამ ოპერაციის შედეგად თავად დასავლეთ სანაპიროზე დამატებით 30000 პალესტინელი გახდა დევნილი, 2900-ზე მეტი სახლი დაანგრია ისრაელის თავდაცვის ძალებმა და შესაბამისად ამ სახლებში მცხოვრები ადამიანებიც საკუთარი საცხოვრებელიდან აიყარნენ და ასევე იანვრიდან მოყოლებული გაზრდილია ის ძალადობისა და თავდასხმის ფაქტები, რომელსაც უკანონოდ მოსახლე ებრაელები ახორციელებენ დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ პალესტინელების მიმართ და დღეისათვის მიმდინარე წლისთვის დაახლოებით 760 ასეთი თავდასხმაა დაფიქსირებული. დასავლეთ სანაპიროს მიმართ ისრაელის ქნესეთმა აამოქმედა კანონი, რის მიხედვითაც ისრაელის მოქალაქეებს თავისუფლად შეიძლებათ შეიძინონ და იოლად დაარეგისტრირონ მიწები დასავლეთ სანაპიროს C სექტორში. ეს სექტორი არის ყველაზე დიდი მოცულობის ტერიტორია დასავლეთ სანაპიროზე, რომლის კონტროლი ისრაელის ერგო ოსლოს შეთანხმებების შედეგად 1995 წლიდან მოყოლებული. ასევე გახშირებულია უკანონო დასახლებების მშენებლობა და ამ მშენებლობების ტემპი გააქტიურებულია დასავლეთ სანაპიროზე. მაგალითად პროცესშია 3400 საბინაო ერთეულის მშენებლობა აღმოსავლეთ იერუსალიმის გარშემო, რომელიც პრაქტიკულად ალყაში აქცევს ქალაქს და მას წყვეტს დანარჩენ პალესტინურ ქალაქებთან, იქნება ეს იერიქო, იქნება ბეთლემი თუ რამალა. ასევე მნიშვნელოვანია ის მოვლენაც, რომ რამდენიმე კვირის წინ ისრაელის ქნესეთმა მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ისრაელი ახდენს დასავლეთ სანაპიროს C სექტორის ანექსიას. როგორც ვახსენეთ, C სექტორი არის ყველაზე დიდი ტერიტორიული მოცემულობა დასავლეთ სანაპიროზე, თუმცა ასევე როგორც ვახსენე, ეს არის სავალდებულო და აღმასრულებელ ხელისუფლებას არ მიუღია ფორმალური გადაწყვეტილება, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს გეგმა არსებობს უკვე წლებია ისრაელის ხელისუფლებისთვის და ეს განიხილებოდა კიდევაც ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპი იყო პირველი ვადით პრეზიდენტი,